მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი მარიამ მოსაშვილი. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, მარიამ, გამარჯობა. როგორ ხარ? მოგესალმებით, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა. ასევე ძალიან დიდი მადლობა. ჩემი საყვარელი გადაცემაა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმე დრო და სულ გვიხარია შენი აქ ყოფნა ამ გადაცემაში. ყოველთვის როცა მოგესურვებ. მოდი დავიწყოთ უკვე ჩვენი ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემაა. დიდი სიამოვნებით. პირველ რიგში გვითხარი შენი გზა. როდის დაიწყო, საიდან დაიწყო, როდის მიხვდი, რომ მუსიკა არის ნამდვილად ის, რაც შენ გჭირდება? ჩემდა გაუთვითცნობიერებლად მოხდა ეს ყველაფერი. ვიყავი ძალიან პატარა, წლის და 3 თვის დაახლოებით, როცა საერთოდ წამღერება დავიწყე. ანუ მანამ ვიდრე ლაპარაკს დავიწყებდი, ვმღეროდი. როცა გავხდი 3 წლის, უკვე დავიწყე სხვადასხვა სტუდიებთან, პედაგოგებთან ურთიერთობა დედაჩემის წყალობით და ჩემი ოჯახის წყალობით, რომელიც სულ ჩემ გვერდით იდგა და ყველაფერში მეხმარებოდა ყოველთვის. და განვითარდა ეს ნიჭი რაღაც ისა, რომ დღეს უკვე ჩემი პროფესიაა და ეს არ მომხდარა, ასე ვთქვათ, დაგეგმილად. ჩემი ბავშვობა და ჩემი ცხოვრების ნაწილია. ანუ ფაქტობრივად სიმღერა ისწავლე პირველად, სანამ საუბარს ისწავლე. ჯერ სიმღერა ვისწავლე და შემდგომ საუბარი ვისწავლე. ორ კითხვას უპასუხე ფაქტობრივად, იმიტომ რომ შემდეგი ჩემი კითხვა იყო ასეთი, ვინ არის ის ადამიანი, ვინც ბოლომდე გვერდში გედგა მუსიკალურ გზაზე და დედა თუ კიდევ არის? მამა, ჩემი ოჯახი და ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანები, რომლებიც დღემდე ჩემ გვერდით დგანან. ჩემ ყველა, ასე ვთქვათ, შემოქმედებით ნაბიჯს და წამოწყებას უდგანან გვერდში და ცდილობენ მაქსიმალურად გამამხნევან ამ ჩემს საკმაოდ რთულ გზაზე, რომელიც ავირჩია, იმიტომ რომ საქართველოში იყო მუსიკოსი არ არის ადვილი. ნამდვილად და თან ძალიან რთულია, როცა არ გიდგას საყვარელი ადამიანები გვერდში. ამის გარეშე ფაქტობრივად ძალიან რთულია, რომ მიაღწიო წარმატებას და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოჯახის გვერდში დგომა. ნამდვილად. მარიამის სცენაზე და მარიამი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან საინტერესოა, რამდენად განსხვავდება ეს ორი მარიამი ერთმანეთისგან. არაფრით არ განსხვავდება ეს ორი მარიამი ერთმანეთისგან. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ რამდენადაც ბუნებრივი იქნები სცენაზე, რამდენადაც ბუნებრივად მიაწოდებ შენს მსმენელს იმას, რასაც აკეთებ, მით უფრო მეტი მსმენელი, მით უფრო მეტი გულშემატკივარი და მით უფრო მეტი გამგები ეყოლება იმას, რასაც შენ სცენაზე აკეთებ. შესაბამისად, იმას, რასაც ვაკეთებ აბსოლუტურად ბუნებრივად, ეს არის ჩემი შინაგანი სამყაროს გამოვლენა სცენაზე და ვარ ძალიან ბუნებრივი. არაფერს არ ვცდილობ რომ გავაკეთო რაღაც ხელოვნურად, რაღაც ეფექტებით, რაც არ არის ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი და ეს არ მხიბლავს. მხიბლავს ბუნებრივობა და ვცდილობ ხოლმე რომ ვიყო ბუნებრივი. სხვათა შორის ძალიან შესამჩნევია და აღსაყნიშნი, რომ ზუსტად იგივე ხარ, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზუსტად იგივე ხარ სცენაზეც. ეს რაღაც აქტიური, ძალიან პოზიტიური, აი ყველა ენერგიას გრძნობთ მსმენელი. თაში ჩემი ყოველდღიურობაც იცი და ვიცნობ კარგად ასე რომ მიხარია რომ ამას საინტერესო როგორ აღწერდი შენს მუსიკალურ სტილს, ადამიანი რომ იყოს. როგორ დაახასიათებდი? აი ადამიანი რომ იყოს ჩემი მუსიკალური სტილი, ვიტყოდი მოუსვენარი. რაღაც დინამიური. და არასტანდარტული. შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც არაორდინალურიც. ფიქრობ, რომ ძალიან სწორი დახასიათება. აი ხო, აი რა ჩემი ჟანრი რომ იყოს ადამიანი, ასეთ იქნებოდა. ცოტა ბანალური, მაგრამ მაინც საინტერესო კითხვა არის, რომელი ჟანრები და ადამიანები ახდენენ შენზე ყველაზე დიდ გავლენას, ან თუ ახდენენ საერთოდ ეგეც საინტერესოა. მუსიკაში, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან საჭირო კითხვაა და საინტერესო. ვიტყოდი რომ ასეთი ადამიანები
პირველ რიგში იყვნენ აუცილებლად უნდა ვთქვა ელა ფიჯერალდი და ელჯერო. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჩემს ჟანრში არსებული შემსრულებლები. ვისმა ნამღერმაც, ვისმა შემოქმედებამაც, ასე ვთქვათ, ჩემზე გავლენა იქონია, იყვნენ ეს ადამიანები. და აუცილებლად უნდა ვთქვა აქაც დედაჩემი. მიუხედავად იმისა, რომ მამას მუსიკა არ ესმის და სულ ჩემ გვერდით იდგა, დედაჩემს მუსიკა ძალიან კარგად ესმის და ბავშვობიდან ჩემს მუსიკალურ გემოვნებაზე ზრუნავდა. ასე რომ დედაჩემმა იქონია ძალიან დიდი გავლენა და შემდგომ ამ შემსრულებლებმა, რომლის წყალობითაც მე ამ ჟანრში მოღვაწეობ დღეს. საინტერესო რას გრძნობ სიმღერის შესრულების დროს? უფრო საკუთარ თავს გამოხატავ თუ მსმენელს ელაპარაკები? ეს ორი ვიტყოდი ერთმანეთის გარეშე ჩემთვის არ არსებობს. ჯერ ჩემს შინაგან სამყაროში რაც ხდება და რასაც გრძნობ, აი ამ ყველაფრის დიალოგია ჩემს მსმენელთან შემდგომ ჩემი შესრულება. ამიტომ ვიტყოდი რომ ეს ორი ერთმანეთის გარეშე ჩემთვის არ არსებობს ყოველ შემთხვევაში. ხო, ჩემი აზრითაც ეგრე უნდა იყოს, რომ სრულყოფილი იყოს საბოლოოდ შესრულება. ორგანული უნდა იყოს შენი მსმენელისთვის, იმას რასაც აკეთებ. ორგანული მაშინ არის, როცა შენ თავთან ხარ არმონიაში. ნამდვილად. რომელი სიმღერა არის შენთვის ძალიან ახლოს? თუ გაქვს რომელიმე ეს ძალიან რაღაცა გამორჩეული, რომელიც ძალიან ახლოს მიგაჩნია, რომ ეს სიმღერა ზუსტად შენ ცხოვრებას აღწერს ან პირადულია ან რაღაცა ეგეთი. ორი ესეთი კომპოზიცია მაქვს ცხოვრებაში, ერთი რომელიც რაღაცნაირად ჩემს მძირეულ ემოციას ეხება, რაც შემდგომ გადმომაქვს ყველა ჩემს შესრულებაში და მეორე არის უკვე აი ჩემი ასე ვთქვათ ცხოვრებისეული გამოწვევები, რაც ძალიან აი ესე უხდებოდეს კომპოზიცია მართლა ცხოვრებას არ მინახავს ჯერ და ჩემი ესეთი არის შავი ორხიდეა, Black Orpheus ესე ქვია კომპოზიციას, რომელიც შემდგომ ასე ვთქვათ აზიზა მუსტაფაზადეჰის ესეთი ცნობილი ჯაზ ვუმენის ასე ვთქვათ ვერსია არის და არის გენიალური ჯაზ კომპოზიცია და მეორე აუცილებლად უნდა ვთქვა გია ყანჩელის ინტერვიუ, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე არის ესეთი ფილმი და აქ სწორედ ამ ფილმის საუნდტრეკია ეს გენიალური კომპოზიცია, რომელიც აი ჩემი ყოველთვის თანმდებია ჩემთან, აი სადაც არ უნდა მივდიოდე, რომელ სცენაზეც არ უნდა გამოვდიოდე. უბრალოდ ამას უსმენ და შემდგომ თავისი ხდება ყველაფერი. არ ვიცი რატომ, უბრალოდ ჩემს ემოციაზე ძალიან ისეთ გავლენას ახდენს. ანუ უნდა დამესვა ეგ შეკითხვა, ძალიან მაინტერესებდა რაიმე რაღაცა რიტუალი ხო არ გაქვს სანამ სცენაზე გახვალ თქო და ანუ ეს არის. კი და ჩემ თავთან დიალოგი. აჰა. ოღონდ ეს ყველაფერი თავში და გონებაში, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი შენი მომავლისთვის არის და ეს უნდა გააკეთო აუცილებლად და ყოველგვარი ნერვიულობის და სტრესის გარეშე აჩვენო ის, რაც შენ შეგიძლია. ეს მშველის ყოველ შემთხვევაში. ნამდვილად. ჯერჯერობით ასე. ფიქრობ, რომ ეგრე უნდა იყოს. პირველი აუცილებლად საკუთარ თავთან დიალოგი არის ძალიან საჭირო. ახლა მაინტერესებს ცხოვრებაში, როცა საკმაოდ რთულ ეტაპს გადიხარ, მუსიკა არის თუ არა შენი მშველელი? ზოგადად მუსიკა არის ჩემი ცხოვრების თითოეული ეტაპის მშველელი, გადამრჩენელი და ჩემი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის წყაროც ვიტყოდი ამას, იმიტომ რომ ყველაფერში მეხმარება. ყოველგვარი სტრესი ჩემთვის გადადის მუსიკასთან ერთად. არ არსებობს ჩემთვის გამოწვევა, რასაც მუსიკასთან ერთად ვერ გავუმკლავდები. ყველაფერს გავუმკლავდები. ეხლა ჩვენ მივხვდით ასევე იმას, რომ შენთვის მუსიკა საქმიანობის გარდა და რაღაცა ესე საქმის გარდა არის ალბათ დანარჩენი ყველაფერი, შენი ცხოვრება, შენი თანდები. 100%-იანი თანხმობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ზუსტად მაგიტო არის ესეთი სრულყოფილი შენი შესრულება. აი მე როგორ მიხარია რომ ასე ვფიქრობ. თელ გულს და სულს დებ. სიმღერის ტექსტი თუ მელოდია, რომელი მოდის შენთან პირველი, უფრო ახლოს? აი ძალიან ბევრი შემსრულებელი ამბობს რომ ტექსტი და შემიძლია ბანალური ვიყო და ვთქვა ტექსტი თქო, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. მელოდია. მაინც მელოდია. კი, მეც რო წერდი ამ კითხვას, მეც დავფიქრდი, რომელი უფრო მოდის ჩემთან ახლოს, მაგრამ თუ მელოდია ისეთი არ არის, რომ ჩემთან ახლოს მოვიდა, ტექსტ მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ პირველი მელოდია. პოეზიაც ვაკეთო, ხო? ანუ და ვიყო რაღაცა პოეზიის მიმდევარი და არა შემსრულებელი და ჩემთან როგორც მუსიკოსთან, ჯერ სულ რომ უბრალოდ აუდიო ვერსია მოვისმინო კომპოზიციის, ჩემთან მოდის პირველ რიგში მელოდია. ამ მელოდიის მოწონების შემთხვევაში გამოდის ყველაფერი კარგად, თუ არ მომწონს, აღარაფერიც აღარ გამოდის და არაფერი არ კეთდება.
რა სირთულე იყო შენთვის ისეთი, რასაც შეხვდი როგორც ახალგაზრდა მომღერლის სტატუსით, თუ წააწყდი რაიმე სირთულეს? ძალიან ბევრ სირთულეს წავაწყდი. თუმცა ამისთვის მზად არ ვიყავი თქო, ეხლა რო ვთქვა, არის ძალიან დიდი ტყუილი ჩემგან, იმიტომ რომ პირველ რიგში, როდესაც დისცენაზე დგები, უნდა იცოდე, რომ ძალიან ბევრი აზრი მოყვება ამ ყველაფერს. ნუ იყო ნიჭიერის დროს, პროექტ ნიჭიერის დროს აზრები, რომ რაღაც ეს გოგო ეხა ყველა მიცის და რას ამ დროს საერთოდ დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი, შენ მაინც იციეს ყველაფერი. ამაზე ვისაუბრეთ. საქართველოს ხმის პერიოდშიც რო აი რამეს ერთი და იგივე სახეები თუ რაღაც, მაგრამ ანუ ვფიქრობ, რომ თუ შენ თავთან ხარ მართალი, ზოგადად არა აქვს მნიშვნელობა რა სირთულეც არ უნდა შეგვდეს. მათ შორის იყო ის რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ჩემი საყრდენი მეგონა გამომეცალა ხელით და დავკარგე ეს ადამიანები აღარ არიან ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ეს ალბათ ასეც უნდა მომხდარი იყო იმისთვის რომ რაღაც უკეთესი მომხდარი იყო შემდგომ ჩემს ცხოვრებაში და ძალიან რთულად გადავიტანე, მაშინ რაღაც ახსნები მოუძებნი ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ეს ჩვენი რაღაცა შინაგანი სამყაროს გამოძახილია იმ მომენტში. ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ ასე უნდა მოხდეს. ამას ვხვდები უკვე ამ გადმოსახედიდან. იმდენად მიჩვეული ვიყავი ამ ყველაფრის ბავშვობიდან, რომ დიდად რთულად არც მიმიღია დანარჩენი. უბრალოდ ეს რომ აი ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები, რატომღაც რომლებიც მეგონენ განსაკუთრებულები დავკარგე, თუმცა არა უშავს. ესე უნდა მომხდარიყო ალბათ. ნუ ხო, და აქვე მაინტერესებს თუ ყოფილა ისეთი მომენტი, აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა საკუთარი, ანუ მანამდეც, როცა საკუთარი თავის რწმენა დაგიკარგავს. და როგორ გამკლავები ხარ ამას? დავკარგე საკუთარი თავის რწმენა, იყო რაღაც მომენტი, რომ აი ეს რაღაცა მენტალური ჯანმრთელობის ჩემთვის ახალი იყო, მაშინ საერთოდ ეს იყო და აქამდე არასდროს არ მქონია ამის პრობლემა, რაღაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა თუ რაღაც და იყო პერიოდი, როდესაც რაღაცა ძალიან ჩავიკეტე საკუთარ თავში და მე ისევ ჩემმა ოჯახის წევრებმა, ჩემმა უახლოესმა ადამიანმა, ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა ანა ქვია ამ გოგონას ანა მიქონია ძალიან დიდი გავლენა ამ ყველაფერზე და დამარწმუნა იმაში, რომ ყოველთვის უნდა მქონდეს საკუთარი თავის რწმენა, იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენის გარეშე ადამიანი იკარგება ამ სამყაროდან და აუცილებელია რომ ვიპოვოთ რაღაც მნიშვნელოვანი ძაფი, რასაც მოვეჭიდებით ამ დროს და ჩემთვის ჩემი უახლოესი ადამიანი აღმოჩნდა ესეთი და ჩემი ოჯახი რა თქმა უნდა და ძალიან ბედნიერი ვარ დღეს იმით რომ ეს ადამიანები მყავს ჩემ ცხოვრებაში. რა გასწავლა სცენამ ადამიანებზე და საკუთარ თავზე? იცი რა, არის ძალიან ესეთი ცოტა დამებნეველი კითხვა, მაგრამ შევეცდები ვუპასუხო. ჩემ თავზე მასწავლა ის, რომ მქონია ძალიან დიდი გამბედაობა და მართლა არ მეგონა, რომ აი ესეთი გამბედაობა მექნებოდა. ნუ ამ რაღაც მოულოდნელობის ეფექტიდან გამომდინარე, ალბათ ისე აღმოჩნდი სცენაზე, რომ დავფიქრდი საერთოდ და რამხელა გამბედაობა მქონია, ეს მასწავლა საკუთარ თავზე და აი ხალხზე მასწავლა ის, რომ ძალიან ბევრი აზრი იქნება შენ გარშემო და ძალიან ბევრნაირი მოსაზრება იარსებებს. ამიტომ ჯობია ისევ დაუჯერო შენს კეთილის სრულებს და შენს თავს და დანარჩენი, ვისაც მოეწონები და ეყვარები და ვისაც არ ეყვარები, არც ეგ არ არის პრობლემა. აი ეს მოსწავლა ხალხზე. ხო, ნუ ვფიქრობ, რომ ძალიან ესეთი შერჩეული კითხვა იყო, იმიტომ რომ შენ უკვე ძალიან გამოცდილი ხარ, არ ვიცი, ყველგან გავიხედავ შენ ხედავ და ისეთი გულშემატკივარი ვარ შენი მართლა, აი ძალიან მიყვარხარ ნია მეც და რა ვიცი, სულ ვატყობ ამ ყველაფერს, რომ ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ და აი ძალიან ძვირფასი ხარ მართლა ჩემთვის. ასევე. ახლა მაინტერესებს შენი მოსაზრება, როგორ წარმოგიდგენია შენი თავი 5 წლის შემდეგ ოღონდ მუსიკის მიმართულებით, მაინც მოდით დავრჩეთ ამ თემის ირგვლივ. არც წარმომიდგენია მაგის გარეშე საკუთარი თავის საქმე მაგაშია. აი სადღაც აი ძალიან მაგარ ჯაზ კლუბში ალბათ, აი ჩემი ოცნება რაც არის, ხა ხალხი ხო ოცნებობს რაღაც ძალიან დიდ სცენებზე თუ რაღაც და მე რატომ აქ ესეთი ოცნება არ აი ესეთი ოცნება მაქვს, რომ ის რაღაც ძალიან მაგარ ჯაზ კლუბში მღეროდე, ან ნიუ-იორკში ან ჩიკაგოში სულ ერთი სადაც ძალიან მაგარი ჯაზ კლუბები არის და ვიცით რომ არის და ელჯერო მათ შორის ერთ-ერთი ნათელი წარმომადგენელი იყო ამ ყველაფრის მღეროდა საოცარ ჯაზ კლუბებში და აი დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი რომელიმე მათგანში სადაც ელჯერო მღეროდა. აი ამ რაღაცა ძალიან ძველ და აი მართლა ეს საკულტო წარმოშობის რო არის ჯაზი მათთვის აი ეგეთ ადგილას. შემჯერა რომ 5 წელში
აუცილებლად შენი მიზნები ყველა მიზანი იქნება ასრულებული, იმიტომ თუ რომ 5-ში არა 10-ში მაინც. როცა იქნება, მაშინ იქნება დრო. ალბათ. ვისთან თანამშრომლობა არის შენთვის საოცნებო? მაინც ალბათ უფრო ჯაზისკენ წახო, ესე მგონია და აბა მოვისმინოთ. ხა ძალიან ისე არ წავალ ხა ვისთან თანამშრომლობა და ეგეთი ცოცხალი არავინ აღარ არის. ანუ ვიტყოდი რომ ეხა ვისთანაც ვითანამშრომლებდი ცოცხალი რო ყოფილიყო და ჩემი ოცნება, აი ეს ოცნება, ესე უტრირებულად ზუსტად ეს სიტყვა არის, რომ აი ელა ფიჯერალთან და აი ბანკინთან და ელჯეროსთან და არც ერთი მათგანი არ არის ცოცხალი და არც ქართველი ვისთანაც ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ მის სიცოცხლეში გამეცნო, თუმცა მაშინ კიდევ საკმარისად მგონი ვერ ვაფასებდი ამ ადამიანს და ახლა დავაფასე გია ყანჩერი. აი უდიდესი ოცნება მქონდა ამ ადამიანთან თანამშრომლობის და დანარჩენი ეხა ის ასე თუ ისე ავიხდინე ვისთან თანამშრომლობაც მინდოდა ეხა ამ ბოლო პერიოდში, თუმცა ძალიან მინდა კოლაბორაცია კიდევ ძალიან ბევრ ნიჭიერ მუსიკოსთან, რომელიც ყავს საქართველოში და იმედია რომ ეს ყველაფერიც მოხდება რა. რას ნიშნავს შენთვის მსმენელის სიყვარული? მგონია რომ ამის გარეშე ვერ იარსებებს. ენერგიის წყარო, მუსიკოსისთვის მსმენელი თავარი. თან მუსიკოსისთვის ერთი და შენთვის კიდე მეორე რაღაცა ვცნობ რომ შენთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მსმენელის სიყვარულია. ზოგადად ადამიანების დამოკიდებულება ჩემდამი ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელამდე. შემდგომ უკვე მსმენელის, რა თქმა უნდა, ჩემი მსმენელი არის ჩემი ენერგიის წყარო. და ის რის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებ, აბა რისთვის ვაკეთებ? ხო, ჯერ რა თქმა უნდა, საკუთარი თავის და ჩემი ოჯახის გამო და შემდგომ ჩემი მსმენელის გამო, აბა. ყოფილა თუ არა ისეთი მომენტი, როცა მსმენელის რეაქცია რაღაცა შეცვალა შენში, ან კი, რაღაც ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესეთი და ანუ ერთ-ერთს გამოვარჩევდი ბოლო პერიოდში, აი დავტოვე პროექტი საქართველოს ხმა გამოვარდი მეორე საკონკურსო ტურიდან რა, მიუხედავად იმისა, რომ აკროს ბლოკი ავიღე, ანუ იქ იყო რომ ლაივებზე გადადიოდი ამ დროს და აი პირველი ლაივი წარმატებით გავიარე და მეორე ლაივიდან დავტოვე პროექტი და ხალხის ემოციამ ჩამაგდა შოკში. ყველად უნდა ირგვლივ. აბსოლუტურად ყველა დარბაზში მსხდომი ადამიანი და რაღაც არავისო არ გაუხარდა რომ პროექტი დავტოვე, მივხვდი რომ აი რაღაცა გამიკეთებია ცხოვრებაში და ეს ამ ხალხის კეთილ განწყობა და სიყვარული, ხა სხვისი გულშემატკივარი რომ ესე რაღაცნაირად გამოყოფს შენს პროექტის დატოვებას და ესე განიცდის ამ ყველაფერს, ეს არის არ ვიცი, ალბათ ყველაზე დიდი გამარჯვება ცხოვრებაში. ეს იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი ამ ხალხის რეაქცია, თორე პროექტი რომ დავტოვე, ეს ყველაფერი ახლა ძალიან ორგანული იყო ჩემთვის, ხან დავტოვებ, ხან არ დავტოვებ, ეს არის ძალიან ორგანული ყველა მუსიკოსისთვის ასე მგონია. თუმცა ამ ხალხის რეაქცია ყოველთვის მემახსოვრება და ეს არის, რაც ბოლო პერიოდში ძალიან მამხნევებს და ყველა ამ ჩემს ნაბიჯს, ასე ვთქვათ, რასაც გადავდგამ სამომავლოდ მუსიკაში, ალბათ მიუძღვნი ამ ყველაფერს. აი ეს რეაქცია სხვისი გულშემატკივრების მათ შორის, ვინც იქ იყო. ძალიან ემოციური იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლა ძალიან მესიაულა და აი იქ რომ ყოფილიყავი, აი იმ მომენტში შენ იქ არიყავი, ყოფილიყავი, მივხვდებოდი ეხლა რას გულისხმობ. აი ყველა დუმდა იგლო. მარიამ, მოდი ფორმალური ნაწილის ბოლო კითხვა იყოს ესეთი, რას ურჩევდი იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს აი ამ მუსიკალურ გზას? აი ვიტყოდი იმას, რომ არ დანებდეთ არასდროს ის რომ ერთხელ რაღაც არ გამოგივიდათ, არ ნიშნავს რომ ზოგადად არ გამოგივათ. ყოველთვის ეცადეთ რომ წინიაროთ, უკან არ იყუროთ. დაივიწყეთ ის ტრამვები, ის ცუდი დამოკიდებულება ადამიანების ხშირ შემთხვევაში დანახვა და დაუნახაობა შენი მიმართულებით და ყოველთვის ეცადეთ რომ რავი გააკეთოთ თქვენი მაქსიმუმი რა, იმიტომ რომ ამ მაქსიმუმის გაკეთების გარეშე ვერანაირ რეზულტატს, ვერანაირ შედეგს ვერ დადა. და დანარჩენი ყველაფერი ადრე თუ გვიან მოვა და ის რომ ამ წამს თქვენ ვერ მიიღეთ ის რაც გინდათ, არ ნიშნავს რომ ზოგადად ვერ მიიღებთ. ყოველთვის აკეთეთ ის რაც გინდათ. არასდროს არ მესიჯია. აი ამას ვიტყოდი. ძალიან სწორი მესიჯია ნამდვილად. ძალიან კარგი თუ ესე სწორად მიიღე ეს ყველაფერი. ჩვენი ფორმალური ნაწილი ამით დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო, თუმცა რა თქმა უნდა, ამით არ დასრულებულა ჩვენი განცემა. ახლა გადავიდეთ არაფორმალურ ნაწილზე. გამოვისერინეთ აქეთ ქალაქის ბათუმის ქუჩებში. და აი ესეთი სიმღერები, რაც ჩემი აზრით ყველა ქართველმა იცის. ეგეთი სიმღერები უნდა იმღერო ახლა შენ რაღაცა ფრაგმენტ და ნახოთ როგორ აყყვებიან. ვინ აყყვება? შენ თქო არ დამეწყა.
არა. რატო? არა, ტექსტს გეტყვი თუ გინდა და ტექსტი მითხარი, აბა თუ იცი. მიდი. იმღერე რამე თუნდაც უკვე მრავალჯერ აი ნამდვილი. ეხა ეგრე ნუ დრო ან წუთებსაც გწევს. აი, მე არ ვიცი ტექსტი. გადააქცევს მალე მოგონება. აი. სწორად იცის აი ბოლოს. ეს გოგონს სიმღერას უსმენს და ხურ? აი მოიცა, უკაცრავად. აი, უარი სამწუხაროდ და არ ეს ვიჯოდი. გვიმღერებ რამე ეს ეხა რო დავიწყო გაგრძელება შეგიძლია? მოდი აბა ვცადოთ. ავადა. მოდის ანახავად. ყოჩა. კოჩა. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, ერთი ვიპოვეთ ეგეთი რო აქვს. მეწონა. კარგია. აი კიდევ ის შეიძლება რომ აყვეს. წამოდი გავიაროთ. ქართული სიმღერები გიყვარს? ანუ რაღაცა რო ვიმღერო, ერთხელს გააგრძელებ? ვერა. თოვლი მოსულა. და გარშემო აღებს ახალი წელი. ხო, თან გერის. მომეწონე ასამის მოვერალი. ვაიმე. მართლა? სასიამოვნოა რა შეგხვდით, მადლობა დიდი. მადლობა წარმატებები. ჩამჭიდე ხელი შენთან მინდა. მე შეგიძლია რა გააგრძელო? ტრიალებს მედის ბორბალი ასე და ისე ტრიალებს ყოჩა, მადლობა. უღრმესი მადლობა. წარმატებები. აი ბიჭო, ბაბა თუ გააგრძელებთ ახლა ამ სიმღერას. ამაღამ მე დავლებ თქვენი თამადეთ. მიფრთხილდი და გუყავს ექსილამას. დიდი მადლობა. წარმატებები, მადლობა. შენგელი დარში დავდარში. შენგელიან სუსხიან ზამთარში აი მე ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დიდი. წარმატებები, მადლობა. აი კიდევ ერთი მოწმობა რომ ხალხს უყვარს ძალიან ქართული სიმღერები და ნამდვილად. ძალიან პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. ყველა მიცოდა ტექსტი. ძალიან მიხარია, ხო? ყველა მიცოდა. ყველა მიცოდა სიმღერები და ტექსტი. ძალიან მიხარია. აყვავდება როცა ნუში, ჩამიკარი ისე გულში. მიჭირს კარგა. უშენობათია. ისევ შენ თუ მიშვერი. მე ძალიან კარგად ვმღერი, მარიამ. ბაშო, ეხლა მოკლედ მე ვიმღერებ რაღაც სიმღერას და უნდა გააგრძელოთ. მეგობრებთან ერთად სიმღერა და ცეკვა. მაგარია. მადლობა დიდი. ყოჩა, მადლობა, წარმატებები. სიმღერას დავიწყებ და შეძლებ გაგრძელებას. დადაწმუნებულია. კაი. გაივლის დრო. და წაიღებს ტკივილს სიტყვებით გადნობს თო. მადლობა დიდი. მადლობა. ყოჩა. წარმატებები, მადლობა. ისტორიას დარჩება, ჩვენი შეხვედრა ისტორიას დარჩება, ჩვენი ხმა ისტორიას დარჩება ის, რაც ვიპოვნეთ ჩვენ. I was born on Sunday morning, where my daddy took a plan to. მინდია ვაიმე, კარგი იყო. აი, ყველაზე კაი იყო. მადლობა აი, ძალიან. ეს ადგილი ამომიჭერით და გადმომიგზავნეთ. ასე პოზიტიურად სრულდება ჩვენი გადაცემა. ძალიან მარიამ. მადლობა. შენ ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ესეთი სახელისო გახადა ჩვენი გადაცემა. გონი, მადლობა. მართლა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაცემა გამოვიდა. მიხარია თუ ასე ვფიქრობ. ნამდვილად ასე ვფიქრობ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დაგვითმე დრო. მადლობა შენ. Try